მარათონი ყაზბეგში დაუვიწყარი თავგადასავალი სტეფანწმინდაში და 4 სხვადასხვა დისტანცია პროფესიონალი და მოყვარული მარათონელებისთვის. რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთის დასაფარად ემზადებიან საქართველოში მყოფი დიპლომატები. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეჯიბრში ელჩებიც მიიღებენ მონაწილეობას. შარშანდელთან შედარებით წელს მარათონში გაცილებით მეტი პროფესიონალი სპორტსმენი მონაწილეობს. ყველა მორბენავს ამ სპორტის მოყვარულს მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს 10 სექტემბერს სტეფანწმინდა დაუვიწყარ თავგადასავალს თავაზობს. ყაზბეგის მარათონზე, რომელიც ქვეყანაში უკვე მეორე ტარდება, 250-მდე პროფესიონალ და მოყვარულ მონაწილეს ელოდებიან. 21 წლის იანქსინორი, რომელიც საქართველოში ყაზბეგის მარათონში მონაწილეობის მისაღებად საგანგებოდ ჩამოვიდა, დღეს 118 მონაწილე დარეგისტრირდა. სტეფანწმინდაში ის 42 კილომეტრის დაფარვას აპირებს. იმედი აქვს, რომ მანძილის გარბენა არ გაუჭირდება, რადგან რამდენიმე მსგავს მარათონში აქვს მონაწილეობა მიღებული. ჯერ ყაზბეგი აღმოვაჩინე და შემდეგ გადავწყვიტე ამ მარათონში მონაწილეობის მიღება. მარათონებში დიდი ხანია მონაწილეობა, ჩემთვის 31 იქნება. ამ სფეროში მეგობრები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მყავს და ვიმედოვნებ საქართველოში შევიძენ. ექსტრემალური მარათონის მონაწილეებს ყაზბეგში 4 დისტანციის დაფარვა მოუწევთ. ისინი 8, 21, 42 და 53 კილომეტრს გაირბენენ. ძლეოსნებს ზღვის დონიდან 2800 მეტრზეც მოუწევთ სირბილი. პროექტს ქართულ კომპანია Visit Georgiasთან ერთად ებრაული Eco Field Trips-ი ახორციელებს. მარათონაშენი კომპანია Ecos საქართველოს ძალიან უყვარს, რადგან ჩვენი მუშაობის ძირითად მიმართულებას წარმატებით ვახორციელებთ. შავშანელთან შედარებით უკეთესი ის არის, რომ წელს მასში ბევრი პროფესიონალი მონაწილეობს. ყაზბეგის მარათონთან ერთად ქუთაისსა და ბაკურიანში გეგმავთ მუშაობას. რაც ყველაზე კარგია, რომ შაშანდილიდან განსხვავებით უმრავლესობა უცხოელი მორბენლებიდან არიან ჩამოსულები სპეციალურად ამ ყაზბეგის მარათონისთვის და გარდა სირბილისა ისინი ათვალიერებენ ქვეყანას. უცხოელ მორბენლებთან ერთად ყაზბეგის მარათონში მონაწილეობას პირველად საელჩოს წარმომადგენლები მიიღებენ. 8 კილომეტრიან დისტანციას შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები დაფარავენ. ინგლისის ნომერ 1 დიპლომატთან ერთად საელჩოს კიდევ 7 თანამშრომელი ჩაერთვება. მათ შორის ერთ-ერთი 42 კილომეტრს გაირბენს. დიდი ბრიტანეთის საელჩოდან ასეთი აქტიურობა 2012 წელს ლონდონში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციასაც ემსახურება. I'm particularly keen on sport. ძალიან მიყვარს სპორტი, რადგან ეს ჯანსაღი ცხოვრებისთვის კარგი გზაა. ამასთან ულამაზესი ადგილია ყაზბეგი. მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ლონდონში 2012 წლის ოლიმპიური თამაშებია. ეს კი კარგი საშუალებაა ჩვენთვის, რომ ყველა ის ვალდებულება გავახმოვანოთ, რომელიც ამ თამაშებიდან გამომდინარე ყოფს აღებული. The distance is actually 42 kilometers. დისტანცია, რომელიც უნდა დავფარო, მართლაც ძალიან გრძელია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ლონდონში მსგავს მარათონში 2008 წელს მონაწილეობა მივიღე. მიზეზი ისიც არის, რომ ადგილი, სადაც მარათონი ტარდება, ფანტასტიკურია და ძალიან ლამაზია. საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა დისტანციებს უცხოეთის 60 მოქალაქე გაირბენს. მათ შორის კენიიდან და ეთიოპიიდან. ექსტრემალი მონაწილეებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურებიც მოეწყობა. ყაზბეგის მარათონის მხარდამჭერი ტურიზმის ეროვნული სააგენტოა. მნიშვნელოვანია ძალიან ყაზბეგისთვის ასეთი ტიპის ღონისძიება, არა მარტო იმიტომ, რომ იქ იზიდავს მაგალითად სხვადასხვა სახის ტურისტებს, რომლებიც არა მარტო მონაწილეობენ, არამედ ესწრებიან ამ მარათონს, არამედ თვითონ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაც. ყაზბეგის მარათონის გამარჯვებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. სტეფანწმინდაში მარათონი უკვე მეორედ ტარდება.